საოცარი მზის ჩასვლა გამოვედი. ცოტა დავაგვიანე უკვე, მაგრამ გამოვედი ცოტა ხანი. ნახეთ. ვაჭლაპუნე ფეხებს. ძალიან თბილია წყალი სხვათა შორის. დღე როცხელა მაშინ არა ესეთი თბილი ეხლა როა. თან მზის ჩასვლას გამოაჩენ. და თან დაგელაპარაკებით. გაჩეჩილი ვარ სასწაულს. მოკლედ რო ვიბანავეთ ყველამ ერთად კაი ხანი ვიყავით ზღვის სანაპიროზე მე და დედიკო მიქით კი ნახავდით რომ მოვიარეთ მთელი ისა რა ქვია სანაპირო ჯერ ხო ვიბანავეთ კარგად გემრიელად მერე წავედით მოვიარეთ მთელი სანაპირო ნიჟარები დავხიკეთ ესა და მერე წავედით სახლში საჭმელი გავაკეთეთ ჭამეთ დავისვენეთ და სახლში რომ მივედით არ მიბანავია სპეციალურად რომ კიდე გავალთქო მეორეც თქო ვიფიქრე აი საჭმელს შევჭამ და გავალთქო იმიტომ რომ დღეს ძალიან ბანაობის ხასიათზე ვიყავი გუშინ ახლა მეც და ანიც უაზროთ ვიყავით იმიტომ რომ დაღლილები ნამგზავრები რაღაცა კი მოვიარეთ აქაურობა იქეთ ყველგან ვიყავით მაგრამ საღამოსკენ მოვიწყინეთ ცოტა იმიტომ რომ დაღლილები ვიყავით რა ნამგზავრები და რაღაცა და ახლა გასვავდი მოვიარეთ მოკლედ ქაურობა და არ დავიბანე სპეციალურად რომ ცოტა ხანში კიდე გამოვალთქო და რო ვჭამეთ ესა გამოვედი გარეთ და დაღამებულა უკვე და მეთქი ვაი დედა მე ვიფიქრე მეორედ კიდე ჩავალ კიდე ვიბანავებ თქო და უკვე დაღამებულა თქო რეალურად ეხა ისეთი თბილია წყალი კაცი ჩახტებოდა და იბანავებდა მაგრამ რა ვიცი ხა მეზარება უკვე ეხა აქ მოვედი აქ ცუდი ნაპირია აქ ვერ იბანავებ წეღან ვიფიქრე ეგერ დავჭდებით ხო კი არა და იქ მივალ კუთხეში ფეხებს ჩავაჭყამპალებ ხო და აი აქედან უკვე ისეთი სიწყება რა ქვია ფაზე არის ძალიან ის ჭუჭკი მოდებული და ძალიან სრიალებს კინაღამ ფეხი ჩამიცურდა და აქეთ წამოვიჯექი აქ არ სრიალებს ფეხი აი იქეთ მუქი რაც არის შეფერილი მოსტაფილოს ფერი რასაც ადევს ეგ უკვე ძალიან სრიალებს მან ფეხი ხო და ეხლა გადავალ იქეთ აი იქეთ ცოტას წავიწყენ პალავებს და მერე წავალ სახლში ძალიან მაგარია დღეს დღევანდელი დღე მართლა ძალიან კაი იყო იმიტომ რომ ყველა ერთად ვიყავით მთელი სანათესაო და აი ხო ყველაფერი მოვასწარით დღესაც გუშინდელი დღის არ იყოს ნამგზავრებმა რომ მთელი პლაჟი დავათ მთელი სანაპირო დავათვალიერეთ და მთელი იქეთა მხარე გუშინდელი დღეც რა ვიცი მე და ანის ისე მოგვეჩვენა რომ აი დღე რო დასრულდა უკვე და რო დავწექით მე და ანის გვეგონა რომ ერთი კვირის ჩამოსულები ვიყავით უკვე იმიტომ რომ ძალიან ისე გავიდა დრო ბარაქიანად რა ვიცი ძალიან ნელა გავიდა დრო ყველაფრის ნახვა მოვასწარით და დღეს ეგეთი სიტუაცია იყო დღეს უფრო სასიამოვნოდ გავიდა დღევანდელი დღე და დღესაც ძალიან ბევრი რამე მოვასწარით მაგრამ დღეს მაინც ისე დამაღამდა ვეღარ გავიდე ხო და ჯერ სად არის ხარ ხო მარტო ამ ადგილას კი არ ვიქნებით ყველაზე მთავარი ერთი სული მაქვს როდის წავალთ ეს არის ოსკუნის ძველი ოსკუნი სადაც ესანი ულამაზესი ჩიხები ძველებული შენობები სუყვავილებით და დეკორაციებით გაფორმებული მან წავალთ თან 15-ში კონცერტები ყოფილა რაღაცა აქაური დღესასწაულია და სულ რა ვიცი ქუჩის მუსიკოსები იქნებიან რაღაცა დავათვალიერებთ იქაურობას მერე 4 შაბათს თუ არ ვწდები ჩვენი ნათესავი ისვენებს და კიდე გამოვა და პოლიგნანო ამარეს სანაპიროზე წავიყვან ძალიან ცნობილი სანაპიროა და მერე პოლიგნანო ამარეს მერე ალბერობელოში ძალიან მიყვარს აი ტიკტოკზე ჩაწერეთ ალბერობელო და ამოგიგდებთ ძველებური მრგვალი შენობები ულამაზესი სახურავებით სულ თეთრად შეღებილი მანდაც ულამაზესი ფოტოები გამოდის რა ალბერობელოს ნახავთ და პოლიგნანო ამარეს სანაპიროზეც ვიბანავებთ ანუ ძალიან კაია
ძალიან კარგი. საერთოდ არ მერიდება გადაღების, აი ხალხშიც ვიღებ ვიდეოებს, ლაპარაკობ, იმიტომ რომ ვიცი რომ არავის არ ესმის ჩემი რას ვლაპარაკობ და შესაბამისად რომ იფიქრებენ რომ ტურისტია და ვიდეოებს იღებსო და არც არავის არ გაუკვირდება ეხლა ჩემი ვიდეოს გადაღება. მაგრამ ეს რა მხრივ არის იცით კარგი თბილისში ეხლა მაგალითად ჯერ დროც არ მაქვს მაგრამ არ ვინდომებ პირველ რიგში და ძალიან მერიდება ქუჩაში ვიდეოს გადაღების თბილისში. თუნდაც თბილისში და თუნდაც რა ვიცი ნებისმიერ ადგილას, იმიტომ რომ იქ ყველას ესმის შენი და ძალიან მორცხვი ვარ რა. ანუ გადაღებაში რა არის გასაკვირი, მაგრამ თბილისში ძალიან მერიდება და აი აქ რო ვიცი რომ არავის არ ესმის ჩემი ჩვეულებრივად ვიღებ ვიდეოებს, ფოტოებს და ეს იმხრივარი კაი რომ ცოტა მივეჩვევი რა ქუჩაში და ხალხმრავალ ადგილებში ვიდეოების გადაღებას მივეჩვევი და იქნება ცოტა ეს სიმორთქვე გადავაგდო. იმიტომ რომ რა ვიცი ძალიან მინდა YouTube-ზე არა მარტო ეს კონტენტი, არამედ უფრო საინტერესო კონტენტი ვაწარმოო და უფრო მეტ წარმატებებს მივაღწიო და ყველაზე მეტად რაც ხელს მიშლის ეგ არის სიმორთქვე და იმედი მაქვს რომ ამ სიმორთქვეს ოდესღაც მოვიშორებ აიმე აი ქოსიმიდოს ჯიბეში და არ ჩამივარდეს სადმე ვაი რა საოცარი ნახეთ ძალიან მიყვარს ყველა გიჟდები მარა ძალიან ისეც არ ყოფილვარ, არც გუშინ და არც დღესაც არ ყოფილვარ ისე რომ თქვათ ჩავსულიყავი ზღვაში და 1 საათი მებანავა და საერთოდ არ ამოვსულიყავი რა. გუშინ ძალიან ცოტა ვიბანავეთ და ორჯერ ვიბანავეთ, დღეს კარგად ვიბანავე. კაი სიღრმეშიც გავედი, აქ ისეთი წყალია რომ ძალიან შორს თუ არ გახვედი, ისე არ ღმავდება რა. შორსაც რო გახვალ, შეიძლება ერთ ადგილას ღრმა იყოს და აი თქვათ ის სიმუქეები რაც მოჩანს, ეხა აქედან ის ხო შორია, მაგრამ აი მუქად რაც მოჩანს, მანდ არის ესეთი ქვები. ჩვეულებრივად, აი თქვათ ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, ჯერ იმ შორეზე ისედაც არ გავალთ, მაგრამ თქვათ გაგიჭირდა უკვე დაიღალე და რაღაცა, ყოველთვის არის ახლოში ისეთი ადგილი, სადაც ესეთი ქვები იქნება ახლოს. მიხვალ იმ ქვაზე ახვალ და დაისვენებ და მერე გამოცურავ ნაპირზე რო რამე. მაგრამ მე რა ვიცი, სულაც კარგად ვიცი და ღრმადაც არ შევდივარ და შესაბამისად არაფერიც არ იქნება ეგეთი სიტუაცია. ხო და დღეს კარგად გემრიელად ვიბანავე, მოკლედ აი ეს სანაპირო მიყვარს, იმიტომ რომ პატარა სანაპიროა, აქეთ იმდენი ხალხიც არა, რამდენიც იქეთ. ანუ იქეთ კიდე მოშორებით არის მეორე სანაპირო დიდი. იქეთ უფრო ბევრი ხალხია ყოველთვის და ის სანაპირო უფრო ახლოსაა ჩვენ და აქ აუზივით როა გაკეთებული. მაგრამ რა ვიცი, ძირითადად აქეთ მოვდივარ ხოლმე, იმიტომ რომ აქეთ უფრო ხალხიც არ არის და თან კაფეებია, აქეთ სიმღერები აქვთ ხოლმე ჩართული და ძალიან კარგი. ორასი ლამაზეა. გემიც არ არის არსად, თორე ბოლომდე მოვიყვანდი, გავადიდებდი.